გულახდილად გეტყვით, რომ დღეს დილით, როდესაც პირველი ვიდეო ბლოგი ჩავწერე ამ სტუდიიდან, ასე გეტყვით, ჩემი სახით ბინიდან, ამ სივრციდან. პირველი ვიდეო ბლოგი ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილს. მე მქონდა ინფორმაცია, ახლა გაგიმხელთ. დღეს დილიდან, მედრილი 9 საათიდან მქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ დღეს, აი დღეს, 12 იანვარს დააპატიმრებდნენ და მე უკვე გაუშვებდნენ შესაბამისად გაუშვებდნენ უკვე სასამართლოში და პროკურატურა მოითხოვდა იმას, რაც მოითხოვა და ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ და ირაკლი ღარიბაშვილს გამოკეტავდნენ, ანუ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა კი აღარ ექნებოდა, არამედ სწორედაც რომ პირობითად რაღაც რამდენი კვადრატული მეტრი არც ვიცი 10 კვადრატულ მეტრში იქნებოდა გამომწყვდეული ირაკლი ღარიბაშვილი ნანობსო, ესე ამბობენ, ხო? და სხვაებიც შეწუხმისი თანაგუნდელები, მისი ოდინდელი თუ ყოფილი მეგობრები, მთავრობაში თუ ხელისუფლებაში, პარლამენტში მყოფები თუ პარლამენტის მიღმა მყოფები არიან ფრიად შეწუხებულნი, გული დამეთუთქა, გული მტკივა, ნანობ კი არა, ამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარი ასეთ მეგობარობაში აღმოჩნდა, ვისაც არ ეზარება და ზოგს მართლა არ ეზარება ამ სიტყვებს წარმოთქვას. მაგალითად გია ვოლსკიმაც თქვა დაახლოებით შემდეგი, ძალიან ძნელია, დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მისი ოჯახის მიმართ ყველასთვის იყო ცნობილი, ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული, საქმიანი ურთიერთობა ძალიან ბევრი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს და რასაკვირველია, ჩემთვის ეს პირადი ტრაგედია, საერთოდაც გუნდისთვის ტრაგედია. მე არ ვიცი გუნდისთვის რა არის, ტრაგედია არის თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმებით 5 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა, პატიმრობასთან ერთად მას ჩამოერთვა 2 ავტომობილი და 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა და ასევე ჩხრეკის დროს ამოღებული ნაღდი ფულიც ჩამოერთვა. ნაღდი ფული კი არის ისიც თქვენ რომ 7 მილიონი დოლარი, აგრეთვე არის ოქროს ზოდები, საათები, სად არის ეგ რა მაგის მოსხია, რატომ არ ამახვილებს ყურადღებას საათების იმ დიდ დრონ კოლექციაზე პროკურატურა, საათების ჩამოერთმა, ოქროს ზოდებით ჩამოერთვა, ალბათ მაინც კი იმეს ახლა ბევრი რომ არ გავაკრიტიკო, საკრიტიკო დანამატი წანაზარდი ქართული ოცნებისა პროკურატურა და წანაზარდი სასამართლო, რომელიც ამ განაცხადებას პროკურატურის ეგრეთ წოდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, შეთავაზების საფუძველზე მიიღებს, ხო, ალბათ მაინც ჩამოერთვა, ეს უნდა ვთქვა. დღეს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამე თუ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, ამას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ანუ მტკიცებულებების წარუდგენიათ და გაუზიარებია პროკურატურას და მე გეტყვით ეს რეალურად რა მტკიცებულებებია ეგრეთ წოდებული, ამაზეც ოდნავ მოგვიანებით კი არა ახლა ვილაპარაკოთ, თუმცა მანამდე ჩავიკითხოთ რას ბრძანებს ეს ირაკლი ღარიბაშვილის ეს ადვოკატი, კერძოდ ის რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით გადახდები და ზედმიწევნით შესრულებულია ეს ყველაფერი. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ფული აი 5 მილიონი, კი არა 5 წელი ხომ მისცეს და 1 მილიონი ხო დააკისრეს ჯარიმად და კიდე 7 მილიონი დოლარი ხომ ჩამოართვეს. მაგრამ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ფული ამ ხნის განმავლობაში ვიდრე ის საპატიმროს მიღმა, ეგრეთ წოდებულ თავისუფლ დაწილობრივ თავისუფლებაზე იყო, ან თავისუფლებაზე იყო, თუ გებავთ ასე ვთქვათ, მან შეკრიბა ფული მეღვინეებისგან, ხელისუფლებასთან მყოფი მეღვინეებისაგან, ვერ გეტყვით თანხას, დაბეჯითებით ვერ გეტყვით თანხას, თორე ცნობილი ზოგადად ჩემთვისაც არის მათ შორის თანხის ოდენობა და მან ეს თანხა ჩაიტანა რომელიღაც სალაროში, ასე უნდა ვთქვათ, შესრულებულია ეს ყველაფერი, შესაბამისად ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება მას ბრალიო ბრძანებს. ადვოკატი და აგზელებს დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. ამას კი ვეღარ იზამდნენ, ვეღარ გაჩარხავდნენ და კი ამიტომაც მოითხოვა პროკურატურამ ეგრეთ წოდებული საპროცესო შეთანხმება ამ ფორმით და 5 წლით პატიმრობა მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილისთვის, პირისთვის, რომელიც უერთგულესი იყო ბიზინა ივანიშვილისა და ვინიცის, ახლაც უერთგულესად მიაჩნია საკუთარი თავი არ უნდა გაგეწირე ბიზინა შენ. ამას ფიქრობს ვინიცის და ირაკლი ღარიბაშვილი და ელოდება იმ მომენტს, რომელიც უთუოდ დადგება, მე ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს და არა მხოლოდ მას, როდესაც ირაკლი კობახიძეს, იმ ჯერზე უკვე ირაკლი კობახიძეს გასწინავს ბიზინა ივანიშვილი და იტყვის, რომ ამან დამაქცია მეო და ირაკლი ღარიბაშვილმა ენა შეიძლება არ გამოუყოს პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ გულში კი ჩაიცინებს და იტყვის, ხომ გეუბნებოდით, რომ ვის და ირაკლი კობახიძის
არ უნდა ნდობოდით თუ არ უნდა გამოგეცხადებინათ ნდობა ჩემი პირადი მტრისათვის და ირაკლი კობახიძე რასაკვირველია მისი პირადი მტერია განვაგრძოთ ადვოკატის ციტირება შესაბამისად ეს არის ის დანაშაული რაშიც მან აღიარა ბრალი კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილში გექვე პუნქტით გარდა ამისა მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი დამატებით 1 მილიონი ლარის ჯარიმა უკაცრავად რატომ 1 მილიონის ჯარიმა და მართლა ხომ არ გგონიათ რომ ჩვენ გვგონია თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ სულ რაღაც 7 მილიონი დოლარი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს მოტეხილი და 10 ჯერ 7 მილიონი დოლარი მას არ ჰქონდა და არ აქვს გადანახული სადღაც ჩემოდნებში მეთქი მართლა ასეთი გულუბრყვილოები გგონივართ თუ თქვენ თამაშობთ ამ გულუბრყვილო პირის თუ პირების როლს მოირგეთ ეს ნიღაბი დიახ 10 ჯერ და 15 ჯერ არ ვიცი 17 ჯერ 5 მილიონი ჩაიტანა ირაკლი ღარიბაშვილმა სადღაც სალაროში პარტიის მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ უფრო პარტიის შავ სალაროში ბიზინა ივანიშვილის სალაროში რაღაც მაფიოზურ სალაროში ბიზინა ივანიშვილმა აპარინა და აპარინა ფული მისცა ფულის გაკეთების შესაძლებლობა თუ გნებავთ ასე ვიტყვი და როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი იყო გახდა მოსაცილებელი ეგრევე მოიცილა აღარ გაითვალისწინა ამ ოლიგარქმა კაცმა უსასტიკესმა კაცმა რომელმაც სამაგალითოდ და დამამცირებლად დასაჯა მისი პაჟი მარადი პაჟი ასე უნდა თქვა ირაკლი ღარიბაშვილი აღარ დაინდო ეს კაცი და აკი გამოამწყდებს კიდეც საპატიმროში როგორც ისით მაგრამ აქ კიდევ რამდენიმე დეტალია და ამაზეც გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით რატომ 5 წელი მეთქი ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას რატომ 7 არა და საერთოდ რა საპროცესო გარიგება და საერთოდ რა თანხაა ჩატანილი ესეც უნდა ვთქვა ორი მანქანა ჩამოერთვა და ასე შემდეგ აქვე მინდა აღვნიშნო ამბობს ადვოკატი რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება ასე გადააკვალიფიცირდა უფრო ზუსტი რომ იყო იმიტომ რომ გარიგდნენ პროკურატურა უფრო ზუსტი რომ იყო ბიზინა ივანიშვილი და ღარიბაშვილი გარიგდნენ და ჩაწიხლა ასე გეტყვით დამამცირებლად ჩაწიხლა ბიზინა ივანიშვილმა და უკლებლი ყველას ჩაწიხლავს ვინც მასთან ასეთ გადახლართულ ურთიერთობაში არის მეთქი რაც შეეხება იმას ითვალისწინებს თუ რა ეს დანაშაული ვადაზე ადრე განთავისუფლებას ობს ძალიან საინტერესო პასაჟია როგორც ყველა პატიმარს როგორც ყველა ბრალდებულს მასაც აქვს უფლებები უდოზე ანუ ვადაზე ადრე განთავისუფლება უდოთი ალბათ ეს სწორი იქნებოდა შეწყალებაზეც ყველაფერზე ამას ავრცელებს IPN განაცხადა ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილი ყოფილა და უცებ არის კითხვა ამგვარი ადრესატი არის სწორედაც რომ შაყულაშვილი კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ყაველაშვილმა კიდევ ერთმა ბანდიტმა რომელიც რასაკვირველია დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებს ანუ ბიზინა ივანიშვილის კარნახს ელოდება მათ შორის შეწყალებასთან დაკავშირებითაც შეიწყალოს ღარიბაშვილი ადვოკატი შაყულაშვილი პასუხობს ასე ყველაფერი შესაძლებელია მაგრამ რა ვიცი რაღა უნდა შეიწყალოს დაიჭირეს ადამიანი 5 წელი უნდა იჯდეს არ ვიცი მომავალში რა მოხდება ურთიერთგამობრიცხავი ორი წინადადება აქვს ვიცი არ ვიცი რაღა უნდა შეიწყალოს თუმცა ყველაფერი შესაძლებელია და ასე შემდეგ პროკურატურის ინფორმაციით ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას ხუცლიანი და ეს ბექგრაუნდია უკვე და აქვე რომ იცოდეთ მაინც მიმართავს თუ არა დამოუკიდებლად იმისა მიმართავს თუ არა ღარიბაშვილი ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით ეს მიმართვაზეც არ არის დამოკიდებული ყაველაშვილს ფორმალურად დამოუკიდებლობაც შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება ოღონდ ყაველაშვილი ელოდება ბიზინა ივანიშვილს რომელიც ან იქნება გულმოწყალე ან ადგება ღარიბაშვილის ფეხზე ან ადგება კობახიძის ფეხზე ასე ვიტყვი ან ადგება მარჯვენათი ან ადგება მარცხენათი ან მოუვა თავში ეს ყველაფერი ან არ მოუვა რამბალ კოშია მოკლედ მარტივად რო ვილაპარაკოთ რომელსაც გონია რომ აი რაღაცი დასაჯა თავისიანიც კომუნისტებიც სჭიდნენ ჩამოვასახელოთ რამდენი თავისიანი ბჭყალები თუ ბჭყალებოდ დასაჯა სტალინმა და ვინმეს გონიათ რომ 30-იანი წლების ან შემდგომი პერიოდის 20-იანი წლებისაც 30-იანი წლების ან შემდგომი პერიოდის სტალინურ საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ან სამართლიან დემოკრატიულ რო არ იყო გასაგებია სამართლიან სახელმწიფოდ მივიჩნევთ დასაჯელები იყვნენ თუ არა მის მიერ დასჯილები 30-იან წლებში მათ შორის ბოლშევიკები მათ შორის ისინი ვინც საბჭოთა კავშირის შექმნის პერიოდისათვის 20-იანი წლების დასაწყისისთვის მის გვერდით იდგნენ
ისინი დასაჯა, მათი ნაწილი დასაჯა სტალინმა მაგანა არა, მაგრამ ვინმეს გონია რომ სამართლიანად მივიჩნევთ იმჟამინდელ საბჭოთა კავშირს. დიახ, დიქტატორები სჭამენ თავიანთ ამ შემთხვევაში ივანიშვილი სჭამენ საკუთარ ხელქვეითებს, საკუთარ პაჟებს, საკუთარ თანაგუნდელებს, რომლებიც მაინც თვალაპყრობილნი უყურებენ ამ დიქტატორებს და მაინც ეიმედებათ, აი სიკვდილის ბოლო, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი ეიმედებოდათ სტალინის წყალობისა ცალკეულ იმ ბოლშევიკებს, რომლებიც მხარ იდგნენ სტალინთან და ლენინთან საბჭოთა კავშირის შექმნის გარიჟრაჟი ან 20-იან წლებში ან 1917 წლის ასე მაგალითად კი ნამდვილად ოქტომბრის რევოლუციის დროს. აქვე გვინდა გკითხოთ. აი ღარიბაშვილს რომელმაც ჩაიტანა ბევრი 7 მილიონი და 1 მილიონი დამატებით უნდა ჩაიტანოს ოღონდ ლარი, 2 ბინა ჩამოერთვა თუ 1 ბინა ჩამოერთვა, მანქანები ჩამოერთვა, ბინა არ მახსოვს სიმართლე გითხრათ შესაძლოა ვცდები, მოკლედ მანქანები ჩამოერთვა და კიდე 5 წლით დაპატიმრებენ და რომელსაც აქვს იოტისოდენა შანსი, რომ დაალაგდება ბიზინა ივანიშვილთან, ადრე იქნება თუ გვიან ბერა ეთქვის რომ მამა, იცი რა არის, გავშვი რა, ეს უბედური, თავის უბედური ირაკლი ღარიბაშვილი წაეგდება სადმე და მიეგდება მაგალითად შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვაპატიოთ, იტყვის მაგალითად მეორე წლის პატიმრობიდან მეორე წლის დასაწყისში. ეს იმედი ღარიბაშვილს აკიგით ხარით აქვს, მაგრამ კითხვა მაქვს, ღარიბაშვილი 5 წლით უნდა ისჯებოდეს და მაგალითად მათე დევიზეს, რომელსაც 25 წუთში გამოუტანეს ვერდიქტი, სასჯელი 5 წლიანი, თითქმის 5 წლიანი პატიმრობით უნდა იყოს მათე დევიზეს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია. იმან იპარა ბევრი 7 მილიონი, 5 ჯერ 7 ჯერ 10 ჯერ 15 ჯერ 7 მილიონი და არაუშავს კაცო. არაუშავს 5 წლით გამოვკეტავ და 2 წელიწადში გავუშვებთ უდოთი თუ შეწყალებით. მაგალითად და მათე დევიზეს, რომელსაც არ აყავს პატრონი, რომელსაც თან დაკავშირებითაც ბერა ივანიშვილი თუ ცოტნე ივანიშვილი რამნიშნულობა აქვს, არაფერს ეთყვის მამას, 5 წლით უნდა იყოს გამოვკეტილი, ხო? ასია საბაჯიკია 4 წელი და 6 თვე. რომ ვიცოდეთ მაინც გიორგი მინდაძე 5 წელი არც ერთს არც მეორეს და არც მესამეს თუ ოცნების რიგითი მომხრეების ნაწილისაგან ნაწილის მსგავსად ტვინნაღრძობი არ ახარ, ხო არაფერი არ დაუშავებია და ელენე ხოშტარია რო არ ვახსენო, ან ზია ამაღლობელი რო არ ვახსენო, ან ზვიადრატიანი რო არ ვახსენო, ან სხვები და სხვები რო არ ვახსენო, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ზოგს მეტი აქვს. არა ღარიბაშვილზე მეტი არავის არა აქვსო, ვინმე მეტყვის ახლა ფორმალურად მობედავება. ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები აქვს, ზოგს ამდენივე აქვს წელი მისჯილი, ოღონდ ისინია უდანაშაულოები არიან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გასაკვირველია, არც ელიან და არც უნდა ელოდნონ შეწყალებას და არც უნდა უნდოდეთ შეწყალება ვინმე ყაველაშვილისა მორიგი პაჟისა, რომელიც ადრე თუ გვიან ბორკილდადებული თავადაც იქნება, ან განდევნილი იქნება ბიზინა ივანიშვილის უახლოესი გარებოსვიდან თითქოს ბიზინა ივანიშვილს არ შეერჩიოს ერთი ბანდიტი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, 41-მდე შემიძლია გვარსახელებით ჩამოვასახელო, პლუს დაუბატო 99 დეპუტატი და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი იყო რეალურად ივანიშვილის ოჯახის ძალიან ახლო ოჯახის ფართო გაგებით ოჯახის წევრი, ასეთ ტრიტრი თუ ანტონი ურთიერთობაში მყოფი ბერა ივანიშვილთანაც, რომელმაც სხვათა შორის ჩემი ინფორმაციით ასევე ჩაიქნია ხელი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ხვალ რა განწყობა ექნება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ამ სამფუძნებელი მამის შვილს ოლიმპოს მთაზე რო გონია საკუთარი აბასთუმრის მთის კენწეროში მყოფი კაცის შვილს რა განწყობა ექნება ღარიბაშვილის მიმართ არ ვიცი, მაგრამ დღეის მდგომარეობით ის ბერა ივანიშვილი, სხვები და სხვებიც, ოჯახის უშუალო ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ კაცმა გიღალატა და რამეტანი ბევრი მოღალატე, რამეტანი ბევრი კორუმპირებული, რამეტანი ბევრი ღირებულებების არ გამზიარებელი ხომ არ გამოსდის ამ ბიზინა ივანიშვილს ადრეულ გარიჟრაჟზე აისისას მოსულ ივანიშვილის აისის პერიოდზე გარიჟრაჟზე არ ცვლაპარაკობ, აი 2020-დან 2019-დან გახარია, მოღალატია ივანიშვილისა და ქვეყნისა ჩორჩანა ჩააბარა. მე შევარჩიე ეს გახარია. ღარიბაშვილი მოღალატეა, კორუმპირებულია, იქ ღვინის ბიზნესში იყო, რაღაცის დეკლარირებას არ ახდენდა, რაღაცა საათების კოლექცია ჰქონდა იქ და ასე შემდეგ. მე შევარჩიე ეს ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ორჯერ ორგზის პრემიერ-მინისტრი იყო. მე ხო არ შევარჩიე თქვენ
თქვენი პაჟი იყო, ხო? მაშინ რითი ჯობი ხართ, მაშინ ნებისმიერ წინა ხელისუფლებას ან ნებისმიერ მომავალს, ვისაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა თუ ამგვარი ტიპებით გარშემორტყმული ყოფილხარ წხვებზე არც ვილაპარაკებ, აი, კლავი მეორე 2018 წლამდე ვინც იყო თქვენთან ერთად რეალურად ბატონო სობის გარეშე ივანიშვილს მიმართავ. ხო, ანუ გარიჟრაჟის თქვენს თანაგუნდელებზე, არც პოლიტიკური გარიჟრაჟის თქვენ თანაგუნდელებზე არც ვისაუბრებ. ახლა გახარია ვთქვით, ახლა რაგვარია ეს ღარიბაშვილი ვთქვით, ახლა ბურჭულაძე უნდა ვთქვათ, ახლა ლილუაშვილი უნდა ვთქვათ, ახლა მიქაუტაძე უნდა ვთქვათ, კალაძე არ უნდა ვთქვათო, მეტყვის ბევრი თქვენგანი, მაგრამ ივანიშვილმა ხომ იცის, კობახიძემაც ხომ იცის, რომ კალაძეზეც სალაპარაკოა, ხვალ ზეგ კალაძე, რომელიც ასე უკრავს დაშს, უთუოდ იქნება გასკვანჩული და 5 წელს მისცემენ, როგორც ყველაშვილი ფეხბურთელი, კალაძე ფეხბურთელს ალბათ 2 წელიწად ნახევარში შეიწყალებს, იმიტომ რომ ეს ხო ერთი კოზანოსტრა, აქ შეწყალებული არ შეიძლება იყოს ძია ამაღლობელი, აქ სამაგალითოდ დასჯილი უნდა იყოს ძვიადრატიანი, აქ დედა უნდა უტირონ ყველა პოლიტპატიმარს, რომლებმაც თავი არ დახარა. ხოლო ღარიბაშვილი ამბობს, რომ კი ბატონო, მე შევწდი. მე იქ იმ ქარხნის წილში ვიყავი, იმის დეკლარირება არ მოვახდინე, ამდენი ფული მოვიპარია, ეს ოქროზოდები ათუნდა ჩვენში დარჩეს. და რა გარანტია მაქვს, რომ რომელიმე დეპუტატს ან რომელიმე მინისტრს ახლა, ხო, და რომელიმე გუბერნატორს სხვა შემთხვევაში და ასე შემდეგ სწორედ ოქროზოდები არ აქვს. შერჩევითია კონიუნქტურა არის, შერჩევითია სამართალი იმ ლილუაშვილს თანამდებობა რო შესთავაზა ირაკლი რაგვარია კობახიძე ბანდიტმა, რო დათანხმებული იყო ლილუაშვილი და დღეს რო ყოფილიყო რაღაცის მინისტრი, რეგიონული რაღაც არ ვიცი რაც ქვია, ხო? ამ შემთხვევაში უკვე აღარ იქნებოდა კორუმპირებული თანაგუნდელი იქნებოდა, ხო, კობახიძე ენაცვალოს ლილუაშვილებს, ეს მინდა გკითხოთ და პასუხიც მარტივია. რეალურად სისტემურად არის გარყვნილი ბიძინა ივანიშვილის მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ნებისმიერი უტრირებულად კარის გარაჯით, აი მერიაში, არასწორი სიტყვა, ალბათ, ხო, საკრებულოში, კარის დარაჯით დასრულებული, არას, კარის დარაჯამდე ეს ყველაფერი არ ჩამოდის, მაგრამ ნებისმიერი მთავარი სპეციალისტი და ნებისმიერი განყოფილების ხელმძღვანელი დასრულებული იმდრო იქ, ვიღაცა ბაღების, ვიღაცა სკოლების, ვიღაცა მშენებლობების კოეფიციენტების რაღაცებში ყველა ფულს იპარავს და ასაგებია რომ მიადექით ახლა ამ წვერვალებს, ოღონდ თქვენ თუ გონიათ რომ ჩვენ ვფიქრობთ ასე რომ თქვენ სამართლიანად სჭით, არა, ეს არ არის სამართლიანი დასჯა. ეს არის სწორედაც რომ უსამართლო დასჯა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ესეთი დანაშაული სამოხელეო, არასამოხელეო სისხლის სამართლებრივი და ასე შემდეგ ჩაიდინეს, დამოუკიდებელ იმ საქართველოში, რომელიც ახლა ომის მდგომარეობაშია, სამაგალითო კი არა, ფასადური დასჯაა რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ შესანიშნავად ვიცით რომ ამ ბიზნესებს თუ ამ ამბებს შესანიშნავად გადაიბარებენ სხვები ეს ვიცით, იმიტომ რომ სისტემურად არის დამპალი და გამომპალი ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა და სისტემურად არის ჩამოსანგრები მეთქი, ასე ვიტყვი, ამიტომ სურო მინდა ვასახელოთ ბასილი დიდი დანიშნოთ ახლა პრემიერ-მინისტრად და შეიძლება მან არა იყოს რაღაც მეღვინეებისაგან ფული, მაგრამ უთუოდ ექნება ცდუნება რომ აიღოს პირობითად ლაპარაკობ რა საკვირველია, არ ვიცი პირობითად რაღაც მეთხილეებისაგან, პირობითად აბსოლუტურად, ხო? ან რაღაც შენებლებისაგან ფული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სჭირდებათ ეს შავი ფული, სჭირდებათ რომ მართონ ტროლები, მართონ ბოტები, მართონ საკუთარი სისტემა მართონ და ანგრიონ და ეს ქვეყანა და მოაქციონ ეს ქვეყანა რუსულ სივრცეში, ამიტომ სჭირდებათ მეტწილად შავი ფული, რომ ვიცოთ. ახლა დანარჩენი ყველაფერი არის ნიანგის ცრემლები, ვოლსკი იტირებს თუ რომელიმე პარლამენტს მიღმა მყოფი პირი რო შებეცოდა მეიცით ღარიბაშვილი, მაგრამ მან იცით ჩვენ შეიძლება არჩეს რაღაც ინანა რა ის კიდე რა ინანა ხვალ იგივეს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილმა ამის ნებართვა რომ მისცეს. ღარიბაშვილი დაჭერილია და უკლებლი ყველანი იქნებით დაჭერილები და დამოუკიდებელი სასამართლოს არა მურუსიძის, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარსდგებით ადრე იქნება თუ გვიან და პირველ ყოვლისა არა იმაზე აგებთ პასუხს რომ 14 ბოთლი ღვინო მოიპარეთ მაშინ როდესაც ორის მოპარვის უფლება ჰქონდათ ბიძინა ივალიშვილისაგან ვუტრირებთ ცხადია, არამედ პირველ ყოვლისა წარსდგებით სასამართლოს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, იმიტომ რომ თქვენ ეს ქვეყანა დაანგრიეთ და ამ ქვეყნის დანგრევას
არც ისტორიულ კონტექსტში, არც სტრატეგიულად, არც არანაირად და არც აი დღეს და ახლა არავინ არავის არ აპატიებს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გენერაციის და ან ჩვენი წინაპრების გენერაციის ქვეყანა, ეს ჩვენი შვილების ქვეყანაა და თქვენ თავისუფლების იდეალებს უღალატეთ, რაც არის ყველაზე დიდი დანაშაული გაცილებით დიდი, ვიდრე 18 ბოთლი ღვინის მოპარვა ან 23 ბოთლი ღვინის ღვინის ბოთლის უტრირებ ცხადია, ხო 23 ლიტრა ღვინის დეკლარაციაში არ შეტანა თუ რაღაც წილი, შმილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ საკინკი დაუყარეთ ირაკლი ზარქუას და კიდევ ვინმე გეყოლებათ მანდ. ირაკლი ზარქუაზე დიდი ბანდიტი, ნახვამდის.